ადამიანი სხეულის შესახებ. ადამიანი უნივერსუმის მსგავსადაა შექმნილი. ყველაფერი, რაც არსებობს უნივერსუმში, დიდი მასშტაბით, მცირედი დასახულია ადამიანში. ამიტომ ადამიანს უწოდებენ მიკროკოსმოსს. საპირისპიროდ უნივერსუმისა, მაკროკოსმოსისა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ადამიანში იგივე ხდება, რაც ბუნებაში და მცოდნის მიზანია დავაკვირდეთ, შევიცნოთ და ვისწავლოთ ამ მოვლენების მართვა. თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ელემენტთა მოქმედების ძირითადი გასაღები ადამიანთა მიმართებაში. ცნობილი ადაზა ამბობს, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. რა ღრმა ჭეშმარიტებაა ამ გამოთქმაში? რას ნიშნავს ჯანმრთელობა ჰერმესისტული თვალსაზრისით? ჯანმრთელობა უნდა განვიხილოთ როგორც სრული ჰარმონია ორგანიზმში, ფუნქციონირებადი ძალებისა, ელემენტთა ძირითად თვისებებთან კავშირში. საკმაოდ დისჰარმონია ელემენტებისა იწვევს ხილულ ქმედებას ავადმყოფობის სახით. დისჰარმონია უკვე ავადმყოფობის ფორმით წარმოადგენს მნიშვნელოვან დარღვევას ელემენტთა ფუნქციონირებაში. ამიტომ ძირითად პირობას წარმოადგენს ის, რომ განდობილმა სხეულს ყველაზე მეტი ყურადღება მიაქციოს. სხეულის გარეგნულად ხილული გამოხატულება გავს მშვენიერ ტანსაცმელს და სილამაზეს მის ყველა ასპექტში, როგორც დიდში, ასევე მცირეში. მსგავსად ღვთაებრივი ბუნების ასპექტისა, სილამაზე თავისი არსით მხოლოდ ის არაა, რაც მოგწონს და გვიზიდავს. რამე თუ სიმპათია და ანტიპათია ელემენტთა შესაბამის მოქმედებაზეა დამოკიდებული. ჭეშმარიტი ჯანმრთელობა უმეტესწილად ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა სულიერი განვითარებისთვის. თუ ლამაზად გვინდა ცხოვრება, მაშინ კარგად უნდა მოვუაროთ ჩვენს ოთახს, სახლს და ასევე შევინარჩუნოთ სილამაზე და ჰარმონია ჩვენს სხეულში. უნივერსალური კანონების თანახმად ელემენტებმა ორგანიზმში გარკვეული ფუნქციები უნდა შეასრულონ. ესაა ძირითადად შენების, შენარჩუნების და დაშლის ფუნქციები. დადებით შენებით ნაწილს ელემენტთა დადებითი, ანუ აქტიური მხარე შეესაბამება. შემანარჩუნებელ და გამაწონასწორებელ ფუნქციას ელემენტთა დამაკავშირებელი, ნეიტრალური ნაწილი. ხოლო დამშლელ ფუნქციებს ორგანიზმში ელემენტები თავიანთი უარყოფითი, პასიური თვისებების ძალით ანხორციელებენ. და თუ განდობილი შეძლებს გამოიყენოს ელემენტები მათი ყველაზე სუბტილური ფორმით ადამიანთან მიმართებაში, მაშინ იგი შეძლებს სასწაულების მოხდენას საკუთარ სხეულზე. და არა მხოლოდ ეს, იგი სრული უფლებით განაცხადებს, რომ ამ მიმართებაში არაფერი შეუძლებელი არ არსებობს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.